პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ სასამართლო სისტემაში არსებული კლანის მოქმედებებს, ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა არსებობს მოლოდინი, რომ კლანი ბოლომდე შეეცდება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინოს საკუთარი სასურველი კანდიდატი, რომელიც ბოლომდე შეეცდება შეასრულოს პოლიტიკური დავალებები, უსიტყვოდ შეასრულოს პოლიტიკური დავალებები და ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტს ხმათა რაოდენობა არ ყოფნის კანდიდატის წარსადგენად, კლანი შეეცადა საკონსტიტუციო სასამართლოში გაეთავისუფლებინა ის ადგილი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს კვოტით იკავებდა სწორედ ხვიჩა კიკილაშვილი, მან თანამდებობა დატოვა მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი კვლავ ჰქონდა იმისთვის, რომ ამ თანამდებობაზე ემსახურა და ახლა სწორედ უზენაესი სასამართლოს პლენუმს შეუძლია წარადგინოს აღნიშნული კანდიდატურა. სწორედ ამ მარტივი გზით შეეცადა ქართული ოცნება და სასამართლოში არსებული კლანი საკუთარი სასურველი კანდიდატი წარედგინა ამ თანამდებობაზე. სწორედ ნიადაგის მომზადებას ცდილობს ახლა ქართული ოცნება კლანის მეშვეობით, ასე აცხადებენ პოლიტიკოსები, იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური დავალება ზედმიწევნით შეასრულონ მოსამართლებმა და ისინი ფიქრობენ, რომ ეს დავალება პირველ რიგში უკავშირდება ოპონენტების აკრძალვის საკითხს. უკვე არაერთხელ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაანონსეს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნიან კონკრეტულ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ბატონი კიკალიშვილიც სრულიად მათთვის სასურველი კადრი იყო, მაგრამ როგორც ჩანს თანამდებობრივად გადაწყვეტეს, რომ მათთვის სასურველი პირი ყოფილიყო ან თავმჯდომარის თანამდებობაზე, ან კოლეგიათა თავმჯდომარეების თანამდებობაზე წარდგენილი, ამიტომ მოკლე გზა არის უზენაეს სასამართლოს პლენუმის მიერ პირის წარდგენა. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება, საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი მხოლოდ ქვეყანაში აკრძალოს პოლიტიკური პარტია. ისინი ბუნებრივია კვლავ ქართული ოცნების ერთგულები რჩებიან. ამ ნიშნით არიან შერჩეულები და ამ შერჩევაში ბუნებრივია მონაწილეობდა კლანი, რომელიც გაბატონებულია საერთო სასამართლოებში. როდესაც მერაბტურავას გაზის ვადა, ის არის პარლამენტის მიერ წარდგენილი და ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი როც უნდოდეს ვერ წარადგენს ახალ კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან მათ არ აქვთ შესაბამისი ხმები. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ეს არ იქნება რაღაცა დაფუძნებული იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ობიექტურობის და სამართლიანობის კუთხით და ცოდნის კუთხით შეარჩევნა. არა, აქ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებაზე პოლიტიკური ნების უტყუშემსრულებას დანიშნავენ. დალაგებულია სცენარი, როგორ უნდა შემოვიდეს ახალი უკვე დავალება მიცემული კადრი სასამართლოში მოსამართლის კიკილაშვილის ნაცვლად, რომელსაც დაუფასეს მორჩილება და ძალიან მალე მოხდა მოკლე დროში იმპიჩმენტიდან მეორე თუ მესამე დღეს მისი შვილი იუსტიციის საბჭოში გაამწესეს. ეს ხო პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის და გარიგების მაგალითი. უზენაეს სასამართლოდან ამზადებენ ახლა კიკილაშვილის ნაცვლად ვინმე შემოიყვანონ. ეს ვინმე იქნება ისეთი კადრი, რომელიც უფრო გარანტირებულად დაიცავს რეპრესიული სისტემის ინტერესს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბტურავას ვადა ხვალ ეწურება 10 წლიანი ვადა. ახლა საინტერესოა თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. ყოველ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ კანდიდატურაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმი წარადგენს ისეთ პირს, რომელიც კლანის ყველაზე მეტად მორჩილი იქნება.